დიდთოვლობის გამო ყველაზე რთული ვითარება გურიაში ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი. ადგილობრივებთან მისვლა და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. პრობლემები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მიწოდების კუთხით. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩართულები არიან მოხალისეებიც. ბოლო ინფორმაციით თია აფსარიძე შემოგვიერთდება მოამბის ეთერში. თია გისმენთ. გურიაში ამ დრომდე დიდთოვლობა, ამ დრომდე რამდენიმე სოფელი კვლავაც მოწყვეტილია გარესამყაროს, მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი. სოფლებში დანგრეულია სახლები, მოგლიჯილია ხეები, სოფლების ნაწილში ამ დრომდე პრობლემები ვერ გვარდება. ენერგოპროჯორჯიასა და სოკარის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, თუმცა პრობლემის აღმოფხვრა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაკეტილია მაღაზიები, აფთიაქები, რაც შეეხება სხვა პრობლემებს სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი, რომელიც გურის მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად, იგზავნება არაერთი შეტყობინება დაზარალებულების მიერ. შეტყობინებებს აგზავნიან დაზარალებულთა ახლობლები, ითხოვენ მედიკამენტებს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ითხოვენ ჩვილი ბავშვებისათვის საკვებს. ამ დრომდე გურიაში რჩება რამდენიმე სოფელი, სადაც გარდაცვლილების დაკრძალვა ვერ ხერხდება უამინდობის გამო. გუშინ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც წუხილს გამოთქვამს გურის რეგიონში და სტიქიის ზონებში არსებული ვითარების გამო აგზავნიან სპეციალურ თბილტანსაცმელს, გადასაფარებლებს, საკვებსა და მედიკამენტებს. ამ დროისათვის გურიაში უკვე რამდენიმე სოფლის გაწმენდა შესაძლებელი გახდა. იმ სოფლებში უკვე გადაადგილება შესაძლებელია, სადაც გასული დღეების განმავლობაში იგი შეზღუდული იყო. სპეციალური სამსახურები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას, თუმცა როგორც უკვე გითხარით, უამინდობა გრძელდება. შესაბამისად პრობლემების აღმოფხვრა ამ დრომდე სრულად ვერ ხერხდება და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გზაზე ვერ გეიარდი. აგერ დამიშალა წინა კედარო ყველაფერი ვაფშე. გოსპო, წამეიღო იგი. წელი იგი წამეიღო შუშაბანდი და იგი და ეგეთ დაყარა ყველაფერი, თოვლი და იგი ყველაფერი შიც სახშიც და სახურავიც უნდა, ჯეშტიც უნდა. დეიფრანგა ყველაფერი რა. რკინაზე იყო აწყობილი. დეიფრანგა ყველაფერი. ახლა ჯეშტი უნდა. კიდევ რა პრობლემები შექმნა ელექტროენერგია ჩამამიგლიჯა და მე თვითონ ივქედი რა ვიცი გადავამბიკად მოამბი რაღაც 91 წლიდან ცხოვრობ საქართველოში. დღესმდე მესამეჯერ მოვიდა თოვლი, მაგრამ ფერი არა დაიფარებოდა ასფალტი. ხედავთ რა დღეშია რომ იმაზე ვერ მივდივართ მაღაზიაში როგორი გაწმენდილი. და სოფელში რა იქნებოდა. შუქი პერიოდულად მოდიოდა, წყალი კიდე შუქი როცა არ იყო, იქ იცით რომ იმაში წყალი შუქი თუ არ არის, წყალი არ მოდის. და ეხლა დღესდღეობით კარგია რა, შუქი გვაქვს. აი ცენტრალურ გზაზე ვერ გამოვდივარ. ცენტრალურ გზაზე რომ იმოძრავო. ეხლა მე ფოთში მივდივარ ძამლის გულიზა. ველოდები 2 საათი. 2-3 საათი გინდა რომ აი ნიჩვით გამოიარო და გააკეთო გზა. არც გაზი, არც შუქი, არც გზა არაფერი არ გვაქვს საერთოდ. გარესამყაროსთან არის მოწყვეტილი რა. ხეები ყველგან არის. თოვლი ამტრევს ყველაფერს და ვინმე კაციშვილი არ პატრონობს. ძალიან ცუდი სიტუაცია ძალიან. დღესდღეობით აღდგენილია ყოველ შემთხვევაში ჩვენთან. წყალით და დენით და რავი რა მოგახსენოთ. პრობლემა თოვლია. დიდი თოვლი, უცებ მოსული. მეტი რა პრობლემა და გაწმენდა უნდა რა შეძლებს და გვარა წვალობენ ალბათ, მაგრამ ვერ შვებიან. გზების გაწმენდითი სამუშაოები გურიაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შიდა გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. ოზურგეთში მუშაობა დაიწყო, გუშინ წინ უკვე მუშაობა დაიწყო სპეციალურმა შტამბმა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო საბჭოც, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სწორედ მისი გადაწყვეტილებით დაზარალებულთა დახმარების პროცესში ჩართულები არიან თავდაცვის ძალები, მაშველები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მოსახლეობას თავის მხრივ დახმარებას უწევენ მოხალისეები, ისინი პარალელურ რეჟიმში ცდილობენ გზების გაწმენდას და მოსახლეობის დახმარებას. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.
პოლიტიკურ რეჟიმში ჩვენი ჯგუფების მიერ ხდება კომუნიკაციის სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებთან, რომ მოხდეს მათი გადაყვანა იმ დაწესებულებაში, რომლებიც სჭირდებათ, ამიტომ ყველა მიმართულებით ხდება მუშაობა. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ელექტროენერგიის კუთხით, რა თქმა უნდა, ინტენსიური თოვამ შეიძლება შეუშალოს ამ გეგმებს ხელი, თუმცა მიმდინარეობს, რომ მოახდინოთ ყველა სოფელში ელექტროენერგიის აღდგენა, დღეის მდგომარეობით 3200-მდე ბენეფიციარს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ჯანდაცვის სამინისტრო სრულად მობილიზებული არის სტიქიასთან ბრძოლის ფარგლებში. კერძოდ მობილიზებული არის ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები, რომლებიც სოფლად აწვდიან პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისს მოსახლეობას, მიდიან თითოეულ მოსახლემდე, სადაც ეს შეუძლიათ, უწევენ სატელეფონო კონსულტაციას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის უწყვეტად მოხდეს მედიკამენტების მიწოდება. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების დამატება, როგორც ლანჩხუთის, შოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, მობილის და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურთან ერთად მიდიან ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, რაც რისი დავალებაც მოდის საკოორდინაციო საბჭოდან. ასევე დამატებით შემიძლია განვაცხადო, რომ ენერგოპროჯექტთან ერთად ჩავრთეთ დრონები, რომლებიც მიმართულებაზე დაზიანებას აღმოაჩენენ და ოპერატიულად რომ მოხდეს მაღალმთიან რაიონებში ელექტროენერგიის აღდგენა. გურიაში ამ დრომდე საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში შეწყვეტილია სასკოლო სააღმზრდელო პროცესი. რკინიგზის გადაწყვეტილებით არ მოძრაობენ მატარებლები. გურიაში თოვის პროცესი გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას გადაადგილებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. გმადლობთ თეა აფსარიძე მოგვაწოდა გურიიდან ბოლო ინფორმაცია.